ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფირმა ატუს საქმიანობის შესწავლას უმცირესობა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისგან ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით რაჭის სოფლებიდან მათ მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც ატუს მიერ ხე-ტყის ჭრის ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ. კანდელაკის განმარტებით ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომპანიის მიერ ხე-ტყის ჭრამ მასშტაბური სახე მიიღო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფირმა ატუს ადრეც ჰქონდა ჭრის ლიცენზია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ლიცენზია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ბეროთ რო დიდი მასშტაბის ჭრების უფლება მოიპოვა ამ ფირმამ და ახლაც მიმდინარეობს ეს მასშტაბური ჭრები რაჭის ტყეებში და ჩვენ გვიკავშირდება ბევრი ადგილობრივი კვიდრი, რომელიც წუთის გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება რაჭის ტყეებში დიდი რაოდენობით ხეების ჭრა. მე მესმის რომ ბატონ კანდელაკს ყველგან ელანდება ბატონ ივანიშვილი და ეს იზმრება ბატონ ივანიშვილი და მის ხელს ხედავს ყველგან, მაგრამ მე ერთი რამე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ასოციაცია ატუ, რომელიც წლებია მუშაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ქველმოქმედების გაწევის მიმართულებით საქართველოში, მას ჰქონდა აღებული ორჯერ ლიცენზია მოკლევადიანი 2011 წელს, ანუ წინა ხელისუფლების დროს და 2013 წელს, ანუ ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის